იმედია რომ უკეთეს ფეხბურთს ვიხილავთ. ჩვენ ორი თამაში ფაქტურად სტრესის ქვეშ მოგვიწია. განსხვავებული შემთხვევა ორი გაგდება იყო, მე ისე უკან დაბრუნება, ყველაზე აგვერია რა მეწუთი ვითამაშეთ. კომაგების რუბრიკა გრძელდება დღეს ვიმყოფებით გოლში, სადაც რამდენიმე წუთში გორისთილა უმასპინძლებს თბილისის დინამოს. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა უნდა გამოვიდეს, რადგან ერთის მხრივ არის თბილისის დინამო, რომელსაც თემურ კეცბაიას მოსვლის შემდეგ აქვს 5 მატჩიანი წაუგებელი სერია და მეორეს მხრივ არის გორისთილა, რომელსაც ყავს ასევე ახალი მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე, რომელიც ასევე ცნობილია წაუგებელი მატჩებით. შეგახსენებთ, რომ იბერიაში ყოფნის დროს ლევან კორღალიძეს ჰქონდა 30 მატჩიანი წაუგებელი სერია. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა უნდა გამოვიდეს, როგორც ვთქვი. წავიდეთ დავესწროთ ამ თამაშს და რაც ყველაზე მთავარია, გავიგოთ რას ფიქრობენ ტრიბუნებზე მყოფი კომაგები. ხარული ვარ იმ ფაქტით, რომ ხალხი უკვე დადის სტადიონზე და ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მივესალმები ამას. მეც სიამოვნებით უერთდები, როცა დრო მაქვს და მთლიანობაში იმედია რომ უკეთეს ფეხბურთს ვიხილავთ. ეროვნულ ლიგას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ უკვე საკმაოდ სწორი მიმართულებით ვითარდება, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც ძვრები და ესე ვთქვათ, ნაკვერჩხალი უკვე ღვივდება იმისკენ, რომ უკეთესობისკენ წარიმართოს, გაშუქება უნდა იყოს ძალიან მეტი. შეიძლება ხარისხი ჯერ არ არის ისეთი, რაზეც მოთხოვნა გვაქვს გულშემატკივრებს, თუმცა ვფიქრობ, რომ რაც უფრო გაშუქებადი იქნება, არა მხოლოდ უმაღლესი ლიგა, არამედ ქვედა ლიგებიც, ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებისთვისაც უფრო мотиваცია იქნება და უკეთესი თაობა წამოვა. Get close to the player! ან გრიზმულ შემატკივრებს. დინამო თბილისი. რა შედეგს ველოდებ? 2-0. ორით ერთი მე მგონი ორით. ბოლო ადგილიდან ამოქაჩა და აგერ დასვა დღეს მესამეზეა, ხო, იმიტომ რომ იბერია მოიგო. თუ მოიგო ისევ მეორეზე იქნება. მაგი იმიტომ დაბრუნდა რომ საქართველოში დინამო თბილისი უნდა იყოს ნომერ 1. ნომერ 1. როგორც იყო ოდითგანვე, იგივე დიდება უნდა დაუბრუნოს. საინტერესო თამაში იყო, ცუდი არ იყო, დარტყმები იყო, მომენტები იყო, მაგრამ მომენტებს გამოყენება სჭირდებოდა და კარგი თამაში იყო საბოლოო ჯამში, ცუდი არ იყო მართლა. მომეწონა თან ახალი მწვრთნელის რანგზე აქ თამაში მწვრთნელმა პირველად ჩაატარა და საინტერესო იყო უფრო იმის ნახვა, რომ ანუ ახალი მწვრთნელის ტაქტიკები, მწვრთნელის ხასიათის გაგება და ასეთი რაღაცები გავიგეთ და სასიამოვნო თამაში იყო, მაინც მიუხედავად იმისა, რომ ფრედ 0-0 დამთავრდა. სამწუხაროდ ამ შეხვედრის 25 წუთზე მძიმე დაზიანება მიიღო გორის დილას კაპიტანმა რომარიკ ეტოუმ. ის სასტრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეხვედრის შემდეგ გორის დილას მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ ისაუბრა. კომენტარი გააკეთა თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა თემურ კეცბაიამაც. სამწუხაროდ არ გვაქვს ესე რომ ვთქვათ სახარბინო ინფორმაცია, იმიტომ რომ სახიზვის მოტეხილობა აღმოაჩნდა და ძალიან ცუდია რომ სავარაუდოდ დიდი ხნით გამოგვაკლდება და ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია და რა თქმა უნდა ფეხბურთი როგერზე გავწიოთ ჯანმრთელობას რაც ეხება, რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან წუხართ ამის, მაგრამ რას ვიზავთ, ფეხბურთია და თავის გარეშე ფეხბურთი შეუძლებელია. ფსიქოლოგიურად უფრო მეტი ვიმუშავეთ ფეხბურთელებთან, რომ მეტი ბრძოლის უნარიანობა გამოვიჩენთ, იმიტომ რომ ერთ კვირაში ითამაშო ის თამაში, რაც ჩვენ გეგმაში გვაქვს და რაც გვინდა რომ ვითამაშო, ძალიან რთულია. შეძლებს დაგვარად შევეცადეთ რაღაც პატარ-პატარა ესე რომ ვთქვათ კონტურები, მე მგონი ქუთაისშიც გამოჩნდა და დღესაც თუ რა გვინდა და რა თამაში გვინდა. პრობლემები და ხარვეზები ძალიან ბევრია. მე იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე და სწრაფად აღმოვხრავთ ამ ხარვეზებს და ჩვენი მიზანი ყოველთვის უცვლელია, ყოველთვის ბრძოლობთ მაღალი მიზნებისთვის. ცოტა უკან დავბრუნდები, აი ტორპედოდან ჩვენ ორი თამაში ფაქტურად სტრესის ქვეშ მოგვიწია. ამანაც რაღაცა დოზით დაღი დაასვა ჩვენ ესე რომ ვთქვათ იმ გეგმას, რაც გვინდოდა, იმიტომ რომ ტორპედოსთანაც პირველ ტაიმში კაცი გაგვიგდეს და შემდეგ ძალიან რთულია გადაწყობა, მithumetes ესე ძლიერ გუნდს რო ეთამაშები
როგორც ტორპედოა, ჩვენ შევძელით პრინციპში 10 კაცად გავათანაბრეთ თამაში, მაგრამ სამწუხაროდ ბოლოს დავმარცხით. იგივე მოხდა დღეს, მაგრამ არ ყოფილა წითელი ბარათი, იყო იძულებითი შეცვლა, მაგრამ ეს ყველაფერი სტრესია გუნდისთვის და ამის ფონზე და ამის გათვალისწინებით თუ რაც მოხდა ეს ორი თამაში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაინც ის გამოვაჩინეთ ის ბრძოლის უნარიანობა, რაც ყოველ შემთხვევაში მე მიმაჩნია, რომ თავარი არის, რომ გუნდმა რაც შეიძლება სწრაფად ესე რომ ვთქვათ, განიცადოს პროგრესი და სწრაფად წავიდეს წინ და იმ მიზნისკენ, რაც ჩვენ გაგვაჩნია. მე 7 დღეა რაც გუნდში ვარ, ზუსტად დღეს მე 7 დღეა და 7 დღეში ორი თამაში ვითამაშეთ, ესეთი რთული და მართალი რო გითხრათ, მხოლოდ კონცენტრირებული ვიყავით ტორპედოზე, ეხლა თბილისის დინამოზე და მართალი გითხრათ, არ გვიფიქრია ევროტურნირზე. რა თქმა უნდა, ჩვენი აზრები და ესე რომ ვთქვათ, გეგმები რა თქმა უნდა უკავშირდება ევროტურნირსაც, მაგრამ ჩემთვის ეს მთავარი არ არის. ჩვენ გვაქვს ჯერ მომდევნო თამაში, 24-ში გაგრა, 29-ში სამგურალი და ესე მივყვებით. მე რა თქმა უნდა როცა უკვე მოვა იმის დრო ჩვენ უკვე კონკრეტულად უნდა მოვემზადოთ ევროტურნირებისთვის, რა თქმა უნდა მოვემზადოთ, მაგრამ ეს ამით მე ისე თქმა მინდა რომ ჩვენ გაძლიერება აუცილებლად გვჭირდება ის შეთამაშება, რაზეც მე უკვე ვისაუბრე და ზუსტად აი ეს არის ჩვენი პირველი მიზანი, რომ ევროტურნირებამდე ეს ძალიან მალე და უპრობლემოდ მოხდეს და შევეცდებით და ვცდილობთ ყველა მეც ხელმძღვანელობა ფეხბურთელები რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ რაც გვინდა ქართველ ხალხს გულშემატკივარს მწვრთნელებს ფეხბურთელებს რომ ევროტურნირზე რამენაირად რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ რომ მაგისთვის ვიყოთ მზად. ვისაუბრეთ კონკრეტულად ვიცით რა პოზიციები გვჭირდება გაძლიერება ჩვენ რაღაც რადიკალურად შეცვლას არ ვაპირებთ და არც ჩემ გეგმებში ეცდება, მაგრამ ესე რომ ვთქვათ კონკრეტულ პოზიციებზე რა თქმა უნდა გვჭირდება როგორც ყველა გუნდს ასევე ჩვენს გაძლიერება და შევეცდებით მაქსიმალურად მოკლე დროში გავძლიერდეთ. პრინციპში თამაში ჩვენი იმით წავიდა, მომენტები გქონდა, ვერ გავიტანეთ, მაგრამ მაინც ახლა გორიც კაი გუნდია, ეგენი ციბძვიან ზედა ადგილებისთვის. და ამიტომ ფრე არ ამგონია რომ ის იყოს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი შედეგი. კი გვინდოდა მოგება, მაგრამ სამწუხაროდ შანსები რო ქონდა, გოლი ვერ გავიტანეთ და დამთავრდა თამაში ფრედ. მე ვეცნობებით მომავალი თამაშისთვის, რომელიც იქნება ისევე ძლიერ გუნდთან, ტორპედოსთან, რომელიც ეგენი ციბძვიან ჩემპიონობაზე და ალბათ იმედია რომ ამ თამაშისთვის უფრო უკეთესი მომზადებულები შევხვდებით, ის ფეხბურთელების რომლებიც ტრავმირებულია დაბრუნდებიან და ალბათ ყველ მაქსიმუმს გავაკეთეთ იმისათვის თამაში მომიგო. რავი, ძალიან უცნაური შემთხვევა ორი გაგდება იყო, მე ისე უკან დაბრუნება, მე რა ვიცი 11 წუთიო, მე დამატება და ნუ რა ვიცი, მე ყველაზე აგვერია რა მე წუთი ვითამაშოთ 55 წუთი თუ უფრო ნაკლები და ეხლა თუ იძახით რომ უფრო ნაკლები იყო ალბათ თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, მაგრამ აიც ეხლა მაგას იმედია რომ ფეხბურთელი რომელიც დაშავდა კარგად არის, ჯანმრთელი არის და არ შეიძლება მალე დაუბრუნდეს ისე ვარჯიშებდა თავის გუნდს რა, ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ხდება ხოლმე ესეთი რაღაცები თამაშზე, ნუ იმანაც ცოტა შეიძლება ითქვას, რომ ცუდად იმოქმედა ორივე გუნდზე. მაგრამ ნუ პრინციპში ახლა ვერ ვიტყვით, რომ უკმაყოფილოები ვარ თამაშით. ალბათ თუ ვინმეს შეეძლო ამ თამაშის მოგება, ალბათ ჩვენ ვიყავით, იმიტომ რომ უფრო მეტი შანსები გქონდა, შეიძლება ისე ითქვას, ნახევარ შანსები. ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ მოვიყვანოთ ფეხბურთელები, მაგრამ ფეხბურთელები ჯერ არ შეიძლება რომ მოვიყვანოთ. მე პრობლემა ეგეც არის, რომ ეს ფეხბურთელები, რომლებიც უკვე დაამთავრეს სეზონები, წავლენ დასასვენებლად, გაიგე და ჩვენ მაგათი ჩამოყვანა მოგვიწევს უკვე და იმიდან რა ქვია იმას დასასვენებელი იმიდან კურორტებიდან და ამასაც დრო დაჭირდება, სანამ ესენი ფორმაში შევლენ, ჩვენ გვაქვს ნათქვამი, რომ გვინდა ფეხბურთელები დავიმატოთ და ყველაფერს გავაკეთეთ იმისათვის, რომ მოვიდნენ ფეხბურთელები ისინი, რომლებიც ჩვენ ვინც ყავს იმაზე უკეთესები იქნებიან და გუნდს დაეხმარებიან
მიზნისთვის რა. ამ დაპირისპირებაში სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ შეხვედრას ბევრი გულშემატკივარი ესწრებოდა. თუმცა ჩემდა სამწუხაროდ უმეტესმა მათგანმა კამერების წინ საუბრისგან თავი შეიკავა. ნებისმიერ შემთხვევაში იმედია, რომ მსგავსი გულშემატკივრობა კვლავ გაგრძელდება. თქვენ თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. შევხვდებით კომაგების შემდეგ ეპიზოდში.